შინდისის ბრძოლის 17 წლის თავთან დაკავშირებით დილიდან ხალხმრავლობა იყო შინდისის მემორიალთან. 2008 წლის 11 აგვისტოში შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული და რუსული სამხედრო ნაწილი შეეჯახნენ ერთმანეთს უთანასწორო ბრძოლაში. მოწინააღმდეგემ ჩასაფრება მოაწყო და გასასვლელები ჩაკეტა. ალყაში მოქცეულების მისამართით სხვადასხვა ტიპის იარაღი, მათ შორის ტანკები და რეაქტიული ცეცხლტყორცნები გამოყენდა. მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა, ქართულმა მხარემ წინააღმდეგობა გაუწია და მნიშვნელოვანი ზიანიც მიაყენა რუსულ ჯარებს. ბრძოლის შედეგად 17 ქართველი სამხედრო დაიღუპა. ეს საქმე გააკეთეს და თავის შეწირეს ამ გერმა ბიჭებმა ჩვენს სამშობლოს. ათელი და ადგეთი მაცულეს, მაც დაყრილი მიწავს უკი ყოფილი იყოს დანატოვარი დალოცოს ღმერთად. ათში ყველა მიცის რომ ომის შეწყვეტის ბრძანება იყო უკვე მე შვილს დავეძებდი გორის სამხედრო პოლიციასთან ვიყავი და რომ გავიგე 10 საათზე რომ დილითისა შეწყდა მე ვთქვი ღმერთო დიდებულო გვეშველა მითხრა ნუ მოდიხარო ჩვენო მალე გამოვდივართო და დაბრუნდი უკან სურამში გავჩერდი სურამში დაუსდი მეთქი ხო და მოხდა ის რაც მოხდა მამაც სურად იბრძოდა თავდადებით ბოლო ხელყუმბარა ქონდა მისთვის შემონახული როგორც ვიცით რომ ტყვედ არ ჩაბარდებოდა და ისედაც თავიდან ვიძახოდა მე ტყვედ არასოდეს არ ჩავბარდები გმირად შეეწირა რა თქმა უნდა თავის ქვეყანას თავის მეგობრებს თავის სამშობლოს ნამდვილად საამაყოა მაგრამ ძალიან მტკივნეული დღე არის რავი 17 წელი ტკივილიანი ყოველი დღე ტკივილით ახსავსე ჩვენი ოჯახისთვის 17 წელი რო გავიდა ესე მგონია რომ 2-3 დღის უკან მოხდა ეს ყველაფერი რა ისე მიმძიმს და მიჭირს აქამოსვლა რომ მეტი რო არ შეიძლება გორის ერთ-ერთ თავშეკრეს რაიონში უნდა მივსულიყავი და აი აქ მიმდებარე ლიანდაგის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ეს ახლო ჩასაფრება რა საიდანაც ის გასვლა და ის აღარ გვაცალეს რა ჩვენ ზურგს უკან 2 ტანკი იყო იმათმა ამოქმედა და ესენი იყვნენ აქ განლაგებულები რა მე როდესაც დავიჭერი 2 დღე-ნახევარი ვიყავი არხში ჩაგდებული გარდაცვლილ ბიჭებთან ერთად 2 დღე-ნახევარი 13 აგვისტოს უკვე ადგილობრივმა მოსახლეობამ გარდაცვლილ ბიჭებში რო ეძებდნენ იქნებ ვინმე დაჭრილი ყოფილიყო აი მაგ სიტუაციაში ვნახე ნიკ მესამე დღეს რუსეთმა მუხანათურად ჩასაფრებით ცეცხლშეწყვეტის შეთანხმების შემდგომ გააკეთა ის რაც გააკეთა შინდისში და ჩვენმა მებრძოლებმა ერთი თვალი არ დახუჭეს ამ ბრძოლაზე და ბოლომდე იბრძოლეს რა თქმა უნდა ეს არის კიდევ ერთი იმის მაგალითო თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და კიდევ ერთი შეხსენება იმისა თუ რა ავალდებულება გვაქვს თითოეულ ქართველს ქვეყნის მშვიდობიანად გამთვლიანებისთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ ქეთს ვიხრე მათი გმირობის წინაშე. 17 წლის თავზე ჩვენ ბუნებრივია კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ყველა ჩვენი გმირის ხსოვნას. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ჩვენ ცდილობთ რომ შევქოთ ისეთი საქართველო რომლისთვისაც ეს ადამიანები დაიღუპნენ რომლისთვისაც მათ დათმეს ყველაზე მეტი საკუთარი სიცოცხლე მე ვფიქრობ ძალიან დიდი ტრაგედია და სირცხვილია რომ 17 წლის თავზე ამ ქვეყანას მართავს დე ფაქტო რეჟიმი რომელიც ამბობს რომ საქართველოს დაიწყო ომი აი ამ ბიჭებმა დაიწყეს ომი რომელიც საქართველოს მიერეკება იზოლაციისკენ დღეს აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს უვაშკაცეს მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც თანამედროვე საქართველოს დაგვიტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი, ქართველი ადამიანი და სანამ ეს გმირები იარსებებენ, ყველა უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ საქართველო ყოველთვის იარსებებს. სწორედ ესეთი გმირობებით, ამ ადამიანების ქმედებით ვაკ გარანტია რომ საქართველო უკვდავია და კიდევ ერთხელ მინდა მივაგო პატივი და მარადიული ხსოვნა ამ მართლაც უვაშკაცეს გმირებს პატივს მივაგებ შინდისის გმირების ხსოვნას რომლებმაც
კეთილ ქართულს მისცეს გმირობის მაგალითი, მომთაობებს მისცეს გმირობის მაგალითი და ასეთ გმირობაზე უნდა იზრდებოდნენ, რა თქმა უნდა, ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა. და ეს გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არის უზენაესი ღირებულება, რისთვის საცხირს ყველაზე ძვირფასის გაძირვაც კი და ეს არის სიცოცხლე. და ზუსტად ამის მაგალითი მოგცეს ჩვენ შინდისის გმირებმა. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია რომ პატივი მივაგოთ შინდისის გმირების ხსოვნას. 5 ჯერ აღმატებულ ტერს შეებრძოლენ ჩვენი ჯარისკაცები, 17 დაიღუპა გმირულად და აქაც ისტორია ყოველთვის გვაჩვენებს ჩვენ, რომ ქართველი მებრძოლი არ უშინდება რიცხოვნობას, ხვალ ჩვენ აღვნიშნავთ დიდგორობას, სადაც ასევე 5 ჯერ აღმატებულ ტერთან გავიდა ქართველი საომრად და გაიმარჯვა 60,000, 300,000-ის წინააღმდეგ და აქაც 17 წლის წინ 22 ჯარისკაცი 100-ის წინააღმდეგ დადგა მედგრად და ბოლომდე იბრძოლა საკუთარი ქვეყნისთვის. აქ შინდისის გმირების მემორიალი იქნება მოწყობილი, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური. ერთის მხრივ უზრუნველყოფთ იმას, რომ სრულად იქნება შენარჩუნებული ის იერსახე, რომელი იერსახეცაც აქაურობა ატარებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ის ავთენტურობა, რომელიც აქ მომსვლელმა ადამიანებმა ნახონ და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ასევე დაემეტება სხვა ელემენტები, რომელიც გამოყოფს იმ ადამიანების გმირობას, ვინც აქ ჩაიდინეს გმირობა 17 წლის წინ. იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო. დაკავებულია 2 პირი, რომლებსაც ბრალი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და ნარკოტიკული მცენარის მოყვანა შეედებათ. ჩხრეკისას ამოღებულია 207 ძირი კანაფი და გამომშრალი მარიხუანა. დანაშაულით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე განათლებისა და კულტურის და იუსტიციისა და სოციალური ინტეგრაციის მინისტრებთან ერთად შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა და პროგრამის მონაწილეებთან აქტივობებში ჩაერთო. ახალგაზრდული ბანაკები ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთის მთავრობისთვის, ზოგადად ახალგაზრდების მნიშვნელობა დობის აღდგენისა და შერიგების კუთხით არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩვენთვის, მათი ჩართულობა ამ პროცესში. შევხვდით ახალგაზრდებს, დევნილებს და მათი ემოციები გავიზიარეთ, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ვისაუბრეთ ბევრ მიმართულებებზე და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი აფხაზეთის მთავრობისთვის იქნება მათი ხელშეწყობა და ჩართულობა დობის აღდგენის და შერიგების მიმართულებით.